დეკემბრისთვის საარსებო მინიმუმი ნოემბერთან შედარებით 2,2 ლარით შემცირდა. ინფორმაცია სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. მისი მიხედვით, გასული წლის დეკემბერში შრომის უნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 260 ლარი და 2 თეთრი იყო. მაშინ, როცა ნოემბერში ეს მაჩვენებელი 262 ლარსა და 4 თეთრს შეადგენდა. უამრავი მოთხოვნ ჩაცმა დახურვა, საჭმელი, სასმელი, წამლები, რაც ყველა ოჯახს ჭირდება, როგორი ჯანმრთელიც არ უნდა იყოს, მაინც ძალიან ბევრი ჭირდებათ. მე მგონი უფრო მეტი უნდა იყოს. შეიძლება რაღაცა ხდება ისეთი, რომ ვიღაცას გონია, რომ ეს არის საკმარისი. უფრო მე ხალხში უნდა გავიდნენ, ხალხს უნდა კითხონ და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გაკეთდეს, მე ასე ვფიქრობ. არც ერთ სახელმწიფოს არ უნდა, მე მგონი მშიერი ყავდეს მოსახლეობა და ცოტა უფრო ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს ხოლმე ეგ დათვლა. საარსებო მინიმუმი 500 ლარი მაინც უნდა იყოს, რომ იარსებოდა. დანარჩენი ახლა მარტო არსებობა ხო არ არის. გამოხონილებებიც აქ ადამიანი. ხო, ყველაფერი მარტო ჭამა ხო არ არის ადამიანი. და მაინც არ არის საკმარისი. სნუფასოვანი კვებისთვის ნამდვილად არ არის. არ არის საკმარისი, რა თქმა უნდა. ორჯერ და სამჯერ მეტი რომ იყოს, კიდევ არ არის საკმარისი. ძალიან ცოტა არის. საარსებო წყაროც ცოტა არის ძალიან. გაზვირებულია ყველაფერი ვიზია. და ხალხი გაჭირებით ცხოვრობს, უჭირს, ძალიან ბევრს უჭირს. შეხედავ შეგეცოდება. აღნიშნულის შესახებ ჩვენ ეკონომისტებსაც ვკითხეთ. გვითხრეს, რომ ხსენებული სტატისტიკური მონაცემები რეალობას არის აცდენილი. გამომდინარე იქიდან, რომ მისი დათვლის მეთოდოლოგია საკმაოდ მოძველებულია და ახალ სტანდარტებს სრულად არ შეესაბამება. ანუ მინიმალური სამხაროო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან და სტატისტიკის სამსახური აკვირდება ამ პროდუქტებზე ფასებს, გაიზარდა თუ შემცირდა, აქედან გამომდინარე აგრეგირებული, ანუ შემაჯამებელი ციფრი გამოყავს და ანგარიშობს ერთ შრომის უნარიან მამაკაცის საარსებო მინიმუმს. ციფრი ცოტა ახლა საკამათოა და ხშირად იწვევს მათ შორის სპეციალისტებში კამათს, მეც მოსახლეობაშიც, მეც ხშირად მithქვამს ადრე თქვენ ტელევიზიაშიდაც ასევე, რომ ეს საარსებო მინიმუმის გამოანგარიშება სტატისტიკის ეროვნული სამსახური ახდენს სწორად არსებული მეთოდოლოგიიდან გამომდინარე. ანუ ის მეთოდოლოგიას ვერ აცდება. ახლა რასად არის გამოსავალი? მეთოდოლოგიის დახვეწაშია გამოსავალი. ეს მეთოდოლოგია მიღებული იქნა თითქმის 20 წელზე მეტი ხნის წინ. ამიტომ მის მერე გარკვეული ცვლილებები განიცადა ჩვენმა ეკონომიკამ, რეგიონის ეკონომიკამ, სოფლიო ეკონომიკამ. იქ ცვლილებას საჭიროებს ასევე კალორიების რაოდენობა, რა ჭირდება ადამიანს. ხშირ შემთხვევაში ადრე ეს სპეციალისტების მიერაც იყო ნათქვამი, ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების მიერ, რომ როდესაც ეს მეთოდოლოგია მიიღეს, ხელოვნურად იყო დაწეული კილოკალორიების რაოდენობაც. 20 წელზე მეტი ხნის წინ. ანუ ადამიანს ფაქტიურად რა კილოკალორიები ჭირდება, იქედან გამომდინარე თუ ვიანგარიშებთ რეალურად, ეს ციფრი შეიძლება გარკვეულად გაიზარდოს. ანუ გამოსავალი ეს მეთოდოლოგიის დახვეწა და მეთოდოლოგიის დახვეწიდან გამომდინარე სტატისტიკის სამსახური მიიღებს ციფრს და სტატისტიკის სამსახურის შესაბამისად რეალობასთან ახლოს და მთავრობასაც მიეწოდება უფრო ობიექტური ინფორმაცია მიმართულებით. ჩვენ ვამბობთ იმაზე, რომ ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არის, რომ საშუალო ხელფასი იზრდება და ასე შემდეგ, მაშინ იქვე რჩება კითხვა, რომ რატო არ უნდა იზრდებოდეს შესაბამისად, თუნდაც შესაბამისად საარსებო მინიმუმის ზომა და ალბათ არის საფიქრალი, მე ვხედავ აქ შესაძლებლობებს, უბრალოდ აქ პოლიტიკური გადაწყვეტილება მისაღები და მიმაჩნია, რომ ამის დრო არის დამდგარი, იმიტომ რომ ბოლო წლებში სტაბილურად ეს მეთოდიკა არის, რაც არის ახლა მიღებული და მგონია, რომ საჭიროებს უფრო მეტ გადაახედვას. უნდა აღინიშნოს, რომ 2024 წლის დეკემბრის ეს მონაცემი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10 ლარითა და 6 თეთრით მეტია. ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის ფოტოვოლტაური მოდულების მიმონტაჟის კურსის დღეს მქონდა პირველი პრაქტიკული ლექცია. მსმენელებისთვის ყველაზე საინტერესო ლექცია. დახრილი სახურავის ორი ტიპის კონსტრუქცია გვაქვს ლაბორატორიაში მოწყობილი და მათ ჰქონდათ საშუალება დაემონტაჟებინათ და დემონტაჟი გაეკეთებინათ ფოტოვოლტაური მოდულების ამ ორივე ტიპის კონსტრუქციაზე. მათ გააკეთეს ინვერტერის პირველი გაშლა და ექსპლუატაციაში შეშვება. მათი მხრიდან არის დიდი ინტერესი, რადგან მომავალში ეს კურსი დაეხმარება, რომ მათ ასე ვთქვათ მოიძიონ სამსახურება. მეცადინეობა ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს, არის კომბინირებული როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე პრაქტიკული მეცადინეობების გათვალისწინებით. დღეს ვარ პრაქტიკულ მეცადინეობაზე, დავამონტაჟეთ
პანელები, ინვერტორები და ძალიან საინტერესო იყო ახსნილი ლექცია. თამბაქოს მონიტორის ჩვენი ცენტრი უკვე მეხუთე წელია რაც ახორციელებს და არის ძალიან შრომატევადი, არც თუ ისე ადვილად შესატარებელია ეს პროცესი მოგხსენებათ, იმიტომ რომ თანდათან სწავლობს საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში სიგარეტის მოწევისგან თავი შეიკავოს და განსაკუთრებით ეს ეხება ხოლმე უფრო მეტად ან სარესტორნო ქსელს, კაფე-ბარებს და ასე შემდეგ. ამიტომ ამ შემოწმების პერიოდში ხანდახან ვაწყდებით ხოლმე ძალიან დიდ წინააღმდეგობებს, თუმცა შემიძლია ვთქვა, საგრძნობლად შეიცვალა საზოგადოების დამოკიდებულება ზოგადად თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებით. იცით რომ თამბაქოს კოლოფს ახლავს, ყველა კოლოფსია პიქტოგრამები, სპეციალურად გამოყოფილი წარწერები, ახლა თამბაქოს ინდუსტრია იცით საკმაოდ დიდია და მასთან ბრძოლა არ გახლავთ ადვილი, თუმცა ვალდებულნი არიან დაიტანონ გარკვეული წარწერები თამბაქოზე და მიუთითონ მომხმარებელს, რომ ის მავნებელია მათი ჯანმრთელობისთვის. ასევე ჯანმრთელობისთვის ძალიან მავნებელია ელექტრონული სიგარეტი და მითია ის, რომ ის ნაკლებად აზიანებს ადამიანის ჯანმრთელობას, თუმცა ახალგაზრდებში გახდა რატომღაც უფრო პოპულარული, უფრო ტრენდული თუ შეიძლება ასე ვიტყვით. ჩვენ ზოგადად მოუწოდებთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ყველა მათგანს, რომ თავი დაიცვან ამ მავნეჩვევისგან და გათავისუფლდეს სწორედ ამ მავნეჩვევისგან და მიხედონ თავის ჯანმრთელობას და უსურვებთ თითოეულ მათგანს ჯანმრთელობას. რაც შეეხება თვითონ ჩვენი ცენტრის მუშაობას, იმერეთის რეგიონში ჩვენ ქუთაისთან ერთად დავჭით როგორც ერთ-ერთი აქტიური რაიონი, მუნიციპალიტეტი და უკვე მეორედ მადლობის სიგელი გადმოგვეცა თვითონ იმ კომპანიიდან, რომელიც უშუალოდ უძღვება თამბაქოს საზინამდეგო კამპანიას, უბრალოდ მოწევის საზინამდეგო კამპანიას ჩვენს ქვეყანაში. პირადად მე მინდა გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება, იმიტომ რომ თავშეყრის ადგილები გახდა უფრო სუფთა. თვალში მოსახვედრია უკვე ეს დამოკიდებულება, რაღაც პატივისცემის გრძნობა გაგაჩნია, როცა სიხარ დაუშვათ დარბაზში და იქ ვინმე გვერდით არ ეწევა სიგარეტს და რაღაც უფრო კომფორტულია ჩემთვის ეს გარემო, ამიტომ მე მივესალმები, მიუხედავად იმისა, ახლა აკრძალვები თავისთავად იწვევს გარკვეულ უკურიაქციებს, მაგრამ არის რომ ჩვენ ვეჩვევით გარკვეულ წესებს და კანონებს და ალბათ კარგი იქნება თუ ის საზოგადოება ამას გაგებით შეხვდება. უპირველესად ყველაფერი ესკეთდება თითოეული ჩვენთაგანი ჯანმრთელობისთვის და ყველას უსურვებს ჯანმრთელობას. ზოგადად ტენდენცია არის, რომ მომატებულია მოზარდებში თამბაქოს მოხმარება და განსაკუთრებით გოგონებში და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით 12.5% ძირითადად ელექტრონული სიგარეტის მომხმარებლების არიან ახალგაზრდები, ხოლო 2% არის დასრული მოსახლეობა. ამასთან დაკავშირებით ჩვენს რაიონში ხორციელდება კონტროლის ღონისძიებები, კონკრეტულად მოწევის მონიტორინგის, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ვაჭრობის და ტრანსპორტის მონიტორინგი. თამბაქოს კონტროლის ღონისძიებებში შედის ეს და მოზარდებში, როგორც გითხარით, უკვე მომატებული არის ამის მოხმარება და ამიტომაც გავამახვილებთ ამაზე ყურადღებას, რადგან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფუნქცია არის პრევენცია, ინფორმაციის მიწოდება, ინფორმირებულობა მოსახლეობის, მცდარი შეხედულება არსებობს საზოგადოებაში იმაზე, რომ ელექტრონული სიგარეტი ნაკლებად მავნებელი არის, მაგრამ როგორც თამბაქოს ელექტრონული სიგარეტი შეიცავს ნიკოტინს და ზოგიერთში ისეთი შემადგენლობით არის, რომ ერთი კოლოფიის სიგარეტის შემადგენლობას უტოლდება. და თვითონ წარმოებლები დღესდღეობით ცდილობენ, რომ მიიზიდონ, განსაკუთრებით ახალგაზრდები ამისთვის უმატებენ ელექტრონულ სიგარეტს არომატიზატორებს, სხვადასხვა სპეციფიკურ არომატიზატორებს და ეს მიმზიდველი არის ახალგაზრდობისთვის და გონიათ, რომ ნაკლებად მავნებელია, მაგრამ ეს არის მითი და მინდა მივაწოდო საზოგადოებას ამის შესახებ ინფორმაცია, რომ ახალგაზრდებში იგივე დაავადებებს გამოიწვევს, რაც თამბაქოს მოხმარება ელექტრონული სიგარეტის მოხმარება.